900 იქით ისტორიები. ვირის, ხარის და მემამულის ამბავი. ვეზირმა თქვა: იცოდე, ასულო ჩემო, რომ ერთ ვაჭარს, ქუნებისა და პირუტყვის მფლობელს, ჰყავდა ცოლი და შვილები. ღმერთს ამ ვაჭრისთვის ცხოველთა და ფრინველთა ენის ცოდნა მიენიჭებინა. ეს ვაჭარი სოფელში ცხოვრობდა. სახლში ერთი ვირი და ხარი ყავდა. ერთხელ ხარი ვირის სადგომში შევიდა. ხედავს იქაურობა დაგვილუ და მორწყულია. გეჯაში ვირს გაცხრილული ქერი და ჩალა უყრია. თვითონ კი არ ხეინად წამოწოლილა. პატრონი მხოლოდ ხანდახან შეჯდება ვირზე, როცა რამე სჭირდება და მალე უკანვე აბრუნებს. ერთ დღეს ვაჭარს ესმის ხარი ეუბნება ვირს. ღმერთმა შეგარგოს, მე ვიღლები და შენი ისვენებ. გაცხრილულ ქერს მიირთმევ, გემსახურებიან. ბატონს მხოლოდ ხანდახან მიყავხარ და უკანვე ბრუნდები. მე კი სულ სახნავსა და ყალოზე ვარ. ვირმა უთხრა: მინდორში რომ წაგიყვანენ და ქედზე უღელს დაგადგამენ, დაწექი და აღარ ადგე. თუ ადგები, ისევ დაწექი. შინ რომ დაგაბრუნებენ და წინ კიდევ ცერცვს დაგიდგამენ, პირი არ ახლო, ვითომ დაუძლურებული ხარ. 1-2 დღის განმავლობაში თავი დაანებე ჭამასმასა და ჭაპანწყვეტა აქცდება. ვაჭარს ესმოდა მათი საუბარი. მივიდა მეხრე რომ ხარისთვის საჭმელი მიეცა. იმან კი პირი ძლივს დააკარა. დილით მეხრეს ხარის წაყვანა უნდოდა, მაგრამ ნახა მეტისმეტად დაუძლურებულიყო. მაშინ ვაჭარმა უთხრა მეხრეს: ვირი წაიყვანე ხარის მაგიერ და მთენი დღე ახვნევინე. მეხრემ ხარის მაგივრად ვირი წაიყვანა და მთელი დღე ამუშავა. საღამოს, როდესაც ვირი დაბრუნდა, ხარმა მადლობა მოახსენა და იმ დღეს მოისვენა. ვირს პასუხი არ გაუცია, ნანობდა თავის საქციელს. მეორე დღეს მოვიდა მხვდელ მთესველი. ვირი წაიყვანა და საღამომდე ახვნევინა. ვირი კისერ გადატყავებული და ქანც გამოლეული დაბრუნდა. ხარმა შეათვალიერა, მადლობა უთხრა და შეაქო. მაშინ ვირმა თქვა: განსხრომაში ვიყავი და ჩემმა მეტიჩრობამ დამღუპა. მერე ხარს უთხრა: იცოდე რომ შენი გულწრფელი მრჩეველი ვარ. გავიგონე ჩვენი პატრონი ამბობდა, ხარი თუ არ წამოდგა, ყასაფს მივცემ დასაკლავად და ის კი მისი ტყავისგან ნაც გააკეთებსო. მეშინია რამე უბედურება არ გადაგხდეს. მე შენთვის ეს მირჩევია და ახლა შენიცი. ხარმა რომ ვირის სიტყვები გაიგონა, მადლობა გადაუხადა და უთხრა: ხვალ სახნავად მე წავყვები. ხარმა მთელი ულუფა ისე შეჭამა, რომ ბაგაც კი ამოლოგა. პატრონს ყველაფერი ესმოდა. მეორე დღეს ვაჭარი და მისი ცოლი ბოსელში შევიდნენ და დასხდნენ. მოვიდა მეხრე, ხარს ხელი მოჰყიდა და გარეთ გაიყვანა. ხარმა თავისი პატრონი რომ დაინახა, მაშინვე მოკურცხლა. ვაჭარი სიცილისგან გადაბრუნდა. რაზე იცინი? ერთ რამეზე რაც დავინახე და გავიგონე, მაგრამ რომ გავამხილო მოვკვდები. კიდევაც რომ მოკვდე უნდა მითხრა რაზე იცინოდი. სიკვდილის მეშინია, ვერ გავამჟღავნებ. მე ვიცი, შენ ალბათ ჩემზე იცინოდი. ჩააცივდა და არ მოეშვა, სანამ არ დაიყოლია და წყვა არ აურია. მაშინ ვაჭარმა მოუხმო შვილებს, უნდოდა ანდერძი დაეტოვებინა. მერე გაენდო საიდუმლო ცოლისთვის და მომკვდარიყო. ვაჭარს ცოლი ძალიან უყვარდა, რადგან ის მისი შვილების დედა იყო. ვინც ეს ამბავი გაიგო, ყველა ქალის გადარწმუნებას ცდილობდა. თავი დაანებე ამ საქმეს, თორემ ქმარი მოგიკვდება, შენი შვილების მამა. კიდეც რომ მოკვდეს, სანამ არ მეტყვის, თავს არ დავანებებ. ვაჭარს ერთი ძაღლი და მამალი ჰყავდა. იმ მამლის გამგებელობაში 50 დედალი იყო. ვაჭარმა გაიგონა, ძაღლი მამალს ლანძღავს და ეუბნება: შენ არ ხეინად ხარ, რა გენაღვლება? ჩვენი პატრონი კი სიკვდილს აპირებს.
ეგ როგორ? ძაღლმა უამბო მამალს ყველაფერი. ფიცავ ყველაფერს თუ ჩვენი პატრონი ჭკუანაკნული არ იყოს. მე 50 ცოლი მყავს. ერთს ვეფერები, მეორეს უჯავრდები. იმას კი 1 ცოლის მეტი არ გააჩნია და იმისთვისაც ვერ მოუვლია. ერთი რატომ არ აიღებს თუთის წყეპლას, არ შევა იმის ოთახში და იმდენს არ ურტყამს, სანამ არ მოინანიებს და მეორედ აღარაფერს კითხავს. ვაჭარმა ძაღლის და მამლის ბაასი რომ გაიგო, გონს მოეგო და ცოლის ცემა განიზრახა. ვეზირმა უთხრა აზადს. ეგებ მეც ისე მოგექცე როგორც ვაჭარი თავის ცოლს. როგორ მოექცა? მოჭრა თუთის ტოტები და ოთახში დამალა. შემდეგ ცოლს დაუძახა. ისე უნდა გითხრა რომ არავინ გაიგონოს და მერე მოუკვდეო. ვაჭარმა დაკეტა კარი და იქამდე სცემა, სანამ ქალმა პატიება არ ითხოვა. ყველამ გაიხარა და შემდეგ ისინი სიკვდილამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ. აზადმა მოусმინა მამას, მაგრამ თავისი მაინც არ დაიშალა. უფროსმა დამ უმცროს დაუბარა. მეფესთან რომ წავალ, ვინმეს გამოვგზავნი. მოვითხოვ რომ ჩემთან მოხვიდე. როდესაც მოხვალდა, ნახავ რომ მეფეს აღარ ვჭირდები. მითხარი რამე უცხო ამბავი მოვყვე რომ უძილო ღამეს შეუმჩნევლად გავიდეს. მეც მოვყვები რამეს და ამ ამბავში იქნება ჩემი ხსნა. ვეზირმა წაიყვანა შვილი და ხელმწიფეს მიჰყვარა. ვეზირი რომ წავიდა, ქალი ატირდა. რა დაგემართა? მე ერთი პატარა და მყავს. მინდა იმას გამოვემშვიდობო. ხელმწიფემ გაგზავნა კაცი ნიაზადის მოსაყვანად. უმცროსი და მოვიდა, მოეხვია და როდესაც დასდნენ, მან უთხრა. დაო, მოყევი რამე, რომ ეს უძილო ღამე გავათენოთ. სიყვარულით და პატივისცემით, თუ კი ხელმწიფე ნებას დამრთავს. ხელმწიფე მოწყენილი იყო. ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაუხარდა და ნება დართო.